მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე გასანიკიძე გახლავართ და დღეს ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და ვფიქრობ, სასარგებლო გადაცემას გთავაზობთ მედიდეაში. მოგეხსენებათ, რომ ქალთა დღეები გაზაფხულის დღესასწაულებია და ჩვენი გადაცემაც, რა თქმა უნდა, ამ თემას ვერ აცდება. შესაბამისად, იმისათვის რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პრობლემებზე, ასევე მნიშვნელოვან საინტერესო მიღწევებზე, რომელიც დედაშვილობის, მშობლობის, ქალბატონების ჯანმრთელობას ეხება, ჩვენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მოვიწვევთ. მაგრამ ვინაიდან სულ ახლახანს ჩვენ დედის დღე აღნიშნეთ, დღეს სტუდიაში პედიატრი ქალბატონი ნანა როროა მოვიწვიეთ. მოგესალმებით ქალბატონო ნანა და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისათვის. გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, პატივია ყველა ჯერზე თქვენთან ურთიერთობა ჩემთვის. ურმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. მე ნამდვილად მგონია, რომ ის, რასაც ქვია ურთიერთობა მშობელთან, ექიმისათვის, პედიატრისათვის, არის კიდევ ცალკე ხელოვნება, ცალკე ვიტყოდი გარკვეული პრობლემაც და სფერო, რომელშიც აუცილებლად უნდა არსებობდეს ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი და აკადემიური თანამშრომლობა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დედებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. განსხვავდებიან, იმიტომ არა რომ ვიღაცა უკეთესი ან უარესი, ყველა დედას ასე თუ ისე რა თქმა უნდა აქვს სურვილი, რომ ჯანმრთელად აღზარდოს, სწორად აღზარდოს თავის შვილი, მაგრამ ზოგს ეს მეტად ხელმწიფება და გამოსდის, პროფესიის დონეზე აქვს დედობა ყვანილი, ზოგს ნაკლებად. ბევრი ფაქტორი ახდენს ამაზე გავლენას. და გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა მშობელს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს ჯანმრთელობითი საკითხებისადმი, ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა პირველი კითხვა ალბათ ასე დავსვათ და ჩვენი საუბარი ამით დავიწყოთ. რა არის მაინც დედაშვილობა იმ კონტექსტში, რასაც ჩვენი საქმიანობა და ექიმობა ქვია, აი ამ ჭრილში თუ შევხედავთ. და როგორი ტიპის დედები გვხვდებიან ჩვენ ექიმებს ძირითადად პრაქტიკაში და მით უმეტეს პედიატრიაში. ხო, ძალიან რთული შეკითხვაა და შეიძლება ფილოსოფიურიც, მაგრამ თუ სამედიცინო თვალსაზრისითაც მიუდგებით, ძალიან მნიშვნელოვანია დედის როლი, სუფთად ექიმობის თვალსაზრისით. ხო, ვთქვათ, ძალიან ცნობილია, რომ მაგალითად ჯერ კიდევ დაბადებამდე დედის როლს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მთელი ორსულობის განმავლობაში და უამრავი კვლევა არსებობს უკვე დასაბუთებული, როგორ მოქმედებს არა მარტო ქალის კვება, არა მარტო როგორ გარემოშია, არამედ ისიც კი როგორ განწყობაზეა ორსულობის პერიოდში. და კიდევ ამბობ, დედაშვილობა იწყება ალბათ ორსულობის პერიოდიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროსაც ქალის ჯანმრთელობაც, არა მარტო სომატური ჯანმრთელობა, არამედ გუნება განწყობაც იყოს კარგი, შესაბამისი და შემდეგ უკვე სუფთად ასევე სამედიცინო თვალსაზრისით პირველი პერიოდი მთელი სამყარო არის მშობლებში. არა მარტო დედაში და მამაში, ხო, მაგრამ განსაკუთრებით რახან სამყარო ისე არის შექმნილი, რომ ქალი აწოვებს ძუძუს, ანუ კვებავს, მათ შორის ეს კვება ასევე დაკავშირებულია ფიზიკურ სიახლოვესთან, სიმშვიდესთან, სითბოსთან, უსაფრთხოებასთან, რაც ყველაზე მთავარია, რაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ჩვილებს. ამიტომ დედის როლი შეუცვლელია. ანუ მე ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემ პაციენტებს, რომ პირველ პერიოდში, ჩვილობის პერიოდში, დაბადების შემდეგ როგორც ექცევა სამყარო, ანუ სამყარო ჩვილისთვის არის დედა და მამა და როგორც ექცევა სამყარო ჩვილს, მთელი ცხოვრების განმავლობაში მერე ისევე პასუხობს ადამიანის სამყაროს. ანუ თუ კეთილგანწყობილია, ხო? თუ თავიდან გაუღიმეს, უთხრეს რომ საკვებიც გვაქვს, გვიხარია, გიღიმით, გვიყვარხარ, ხელში მყავხარ, უსაფრთხოდ ხარ, თუ სამყარო მაშინ როდესაც ჩვილი ჩვენზეა დამოკიდებული კეთილგანწყობილია მთლიანობაში რომ შევხედოთ, კეთილგანწყობილია ბავშვის მიმართ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ასეთი ბავშვის გაფუჭება სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში ძალიან რთულია. ასე რომ დედას მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ვფიქრობ გულწრფელად, რომ გადამწყვეტი როლი აქვს იმ პერიოდში, მაგაზე ხშირად მიფიქრია, რომ არც კი გვახსოვს როგორ გვექცეოდა ის მეხსიერება, არც კი გვაქვს გაცნობიერებული მეხსიერება იმ პერიოდის, არც კი გვაქვს როგორ გვექცეოდნენ. მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ პერიოდს ჩვენ ცხოვრებაში, როგორ გვექცეოდნენ, კი, ეს ილექება და ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ
ძალიან ბევრი საუბარია, რამხელა მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვებას. ძალიან ბევრი საუბარია, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ კონტაქტს. მაგრამ მთლიანობაში ის რომ ეს არის საყრდენი ბავშვის ჯანმრთელობის, სომატური ჯანმრთელობისაც და ემოციური ჯანმრთელობისაც. ამაზე ესე სისტემურად არ ვლაპარაკობთ ხშირად და მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენი საუბარიც ამ თემით, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ იმდენად ტექნიკური გახდა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოფა იმდენად გადართულია მაინც ძირითადი მართლაც აი ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე, სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით, რომ ხანახან უბრალოდ ვერ ვიცვლით ან არ გსურს ან გადაგვავიწყდა, რომ უნდა ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიგრძნოთ ის სამყაროც, რომელიც აი ამ ასე ვთქვათ ყოფას მიღმა არსებობს, ხო რაღაც ტრანსცენდენტულია შეიძლება უფრო მეტად და საბოლოო ჯამში უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩვენზე ვიდრე რეალობა, ვიდრე ესეთი ფიზიკური ყოფიერება და ამიტომ მინდა გავყვეთ ცოტა ხანი კიდევ ამ თემას და ვისაუბროთ დედის მიერ დედობის გაცნობიერებაზე. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ სამყარო, რომელშიც პირველად მოხვდა პაწია, ხო, ის არ შედგება მარტო დედისგან, რა თქმა უნდა, იქ არის მამის ფაქტორი, დაუშვათ იქ სხვა ოჯახის წევრების, შეიძლება მას უფროსი და-ძმა დახვდა, ბებია ბაბუა, დაუშვათ სანათესავოა, საახლობლოა. თუნდაც ის ფიზიკური გარე სამყაროა, რომელშიც ის ვიცით, რომ ჩვენებს სასურველია, ხო, 75% მაინც თავიდან სწორედ გარეთ გაატარონ და ეს ჭიტების ჭიკჭიკია თუ ჰაერია თუ მზე და ასე შემდეგ გასაგებია რომ ეს გარემო ფაქტორებიც არსებობს, მაგრამ ჩვენ ხო სწორედ ურთიერთობებზეც ვსაუბრობთ. მაინც რახან დედის დღესთან მიმართებაშია ჩვენი დღევანდელი გადაცემა და დედის როლზე ვამახვილებთ ყურადღებას. დედობის გაცნობიერება რას ნიშნავს? რას ნიშნავს ის, რომ მე ბედნიერი ვარ, იმიტომ დედა ვარ. იმიტომ რომ შვილი მყავს, იმიტომ რომ ჩემი ფიზიოლოგიური ფუნქცია შესრულდა, ეს ხომ არ არის მარტო, ხო? აი რა ტიპის, ასე ვთქვათ, გამოცდილება და ცოდნაა დედობა? იცით რა, ძალიან საინტერესო კითხვებია, რაღაცებზე მიფიქრია, რაღაცებზე არც კი მიფიქრია, ესე შეიძლება გააზრებულად. პირველი ის არის, რომ მე მაგალითად როგორც პედიატრი პირველი ვიზიტის დროს აუცილებლად ვეუბნები ხოლმე, რომ აბსოლუტურად არ მგონია ცალსახად, რომ ჩვილი დაიბადება თუ არ, ეხლა შეიძლება ძალიან საკამათო საკითხს ვამბობ, მაგრამ დაიბადება თუ არა ბავშვი, შეიძლება რომ ბოლომდე იმ წუთში არც კი იყოს ეს გაცნობიერებული. ზოგადად ვფიქრობ, რომ პედიატრების როლი ძალიან დიდია ზუსტად მშობლობის მომზადებაში, მათ შორის სწავლებაში როგორ უნდა იყოს. მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ დაისვენეთ ცოტა ხანი, იმიტომ რომ ქალის ორგანიზმიც ორსულობის განმავლობაში, მერე მშობიარობის შემდეგ შეიძლება იყოს დაღლილი ფიზიკურად, ფიზიოლოგიურად მისი ჰორმონალური სფერო არ იყოს გადაწყობილი ისევ საწყის პოზიციაში და უნდა მივცეთ თავისუფლება მათ შორის დედებს, რომ იმ წუთში შეიძლება სულაც არ გრძნობდეთ თავს ბედნიერად. ოღონდ ამასაც არაუშავს, ხო? შეიძლება რომ გაცნობიერება მოვიდეს სიყვარული ალბათ მოდის პირველივე დანახვისთანავე. ის კი არა, მე რო ვხედავ ხოლმე ჩემ პაციენტს პირველივე დანახვისთანავე, მაშინაც მოდის რაღაცნაირი სხვანაირი განცდა და ყველა პაციენტი მახსოვს, რომელიც პირველად რო დავხედე რა ვიფიქრე, მაგრამ ბოლომდე გაცნობიერებულად ეს ხო არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური სიყვარული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ადამიანი სოციალურადაც მზად უნდა იყოს. იმიტომ რომ დედობა არ არის მხოლოდ ცალსახად დადებითი განცდა, დედობა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. უზარმაზარი პასუხისმგებლობა აბსოლუტურად ახალი როლია და ხშირად ვეუბნები ხოლმე, ეს არ არის მხოლოდ სახალისო ამბავი, ეს არ არის მხოლოდ გასართობი. მას ჭირდება ბევრი ცოდნა, ბევრი მომზადება. მაგალითად ის რაც გვეპატიება იქამდე სანამ მშობლები ვხდებით, აღარ გვეპატიება მშობლობის შემდეგ. მაგალითად ძალიან ხშირად მე პირველ ვიზიტზე, მეორე ვიზიტზე, როცა ბავშვი ახალშობილია, ვეუბნები რომ იცით რა, თუ თქვენ შეგეძლოთ რომ ემოციის გამოვლენის უფლება მიგეცათ თქვენი თავისთვის კრიზისულ სიტუაციაში, შეიძლება მოგიწიოთ უფრო ზრდასრულად დამოკიდებულება ბავშვთან. იმიტომ რომ მისი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარემო იყოს მშვიდი. მე მესმის რომ შეიძლება მაგალითად თქვენ ღელავდეთ ბავშვის ავადობის დროს
ოღონდ დედობა, მშობლობა ზოგადად ნიშნავს პასუხისმგებლობასაც. გარდა სიხარულისა, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს ცოდნას, მოითხოვს სოციალურ სიმწიფეს, ჩემი აზრით. ხო, რაც ძალიან ხშირად ესე არა აქვს ხოლმე გააზრებული მშობელს. მშობელს კი არა, ძალიან ხშირად ექიმებსაც არა აქვს გააზრებული და გონიათ, რომ თუ რაღაცა ემოციების გამოხატვას მივცემთ უფლებას, ანუ თუ ისტერიულად მოვიქცევი, ეს კარგი ექიმობა, ან კარგი მშობლობაა, ხო? ჩემი აზრით, მშობლობა ნიშნავს სწორედ კრიზისულ, არა მარტო კრიზისულ სიტუაციებში, მაგრამ კრიზისულ სიტუაციებში მაგალითად ემოციის მართვის უნარს. და თუ ეს უნარი არ გქონდა იქამდე, უნდა დაისწავლო იმისთვის, რომ ესეც არის მშობლობა, გარდა ყველაფერი იმისა, რაც ვიცით, ყველაფერი სასიამოვნოსი, ყველაფერი საყვარლის, მაგრამ დედობა კიდევ არის ასევე და ასევე ესეც ყველამ უნდა გაიაზროს. კარგად, რომ დიდი ფიზიკური შრომაა, ჩემი აზრით, ხო? ანუ კარგ ნაწილზე ყოველთვის ყველა ვლაპარაკობთ, მაგრამ იმაზე, რომ მადლობა მოუხადოთ ქალებს თუნდაც, იმიტომ რომ ბევრ შრომობენ, ბევრ ღამეს ათენებენ, იმისათვის, რომ ძუძუთი კვება ადვილი არ არის დასაწყისში მით უმეტეს. იმიტომ რომ მშობიარობა ყოველთვის ადვილი არ არის და ეს ხანდახან მძიმე ტკივილიც არის, სტრესიც არის. პირველი შვილის შემთხვევაში პირველი დღეები ძალიან სტრესულია, იმიტომ რომ მათ უნდა ისწავლონ მოვლა ბავშვის, გადაწყობა ოჯახური სიტუაციის. ანუ დედობა ბევრი რამეა, გარდა შიში არის ყველაზე დიდი შიშია, იმიტომ რომ ყველაზე საყვარელ ადამიანს ეხება რაღაცეები, ხო? და ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ამ შიშის დაძლევის ყველაზე კარგი მეთოდი ეს არის ცოდნა. ცოდნა იმისა, რომ ბავშვებს ადვილად არ დაუშავდებათ არაფერი, ხო? ანუ ცოდნა ყველაზე კარგია სწორედ ამ შიშის დასაძლევად. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ბევრი შრომა, ბევრი პასუხისმგებლობა, ბევრი შიში არის დედობა, გარდა იმისა, რომ არის ბევრი სიამოვნება და სიყვარული. კი, გეთანხმებით და ჩვენ მე მგონი მივადექით ყველაზე მთავარ თემას. ქალბატონ ნანა, მე ყოველთვის მიყვარდა და მსიამოვნებდა თქვენთან საუბარი, რამდენჯერაც მოგვიწია ურთიერთობამ, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ სერიოზული თემიდან დავიწყეთ ჩვენი მეგობრობა. ეს იყო ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების თემა და ძალიან ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდეთ მაშინ, როგორც საორგანიზაციო კუთხით, იგივე პოლიტიკური ნების კუთხით, იგივე ფინანსური კუთხით, თუნდაც პარტნიორობების ცოდნის და ქვეყანაში ახალი მიმართულების დანერგვის გამოცდილების კუთხით, იმიტომ რომ ეს იყო თემა, რომელიც განპირობებული იყო სწორედ იმითი, რაც ჩვენ ჩამოთვალეთ. ერთი თვლით ეს არის ძალიან დიდი სიყვარული, ჩვენი პატარების, ჩვენი შვილების თაობის, ჩვენი, რა თქმა უნდა, პაციენტების მიმართ, მეორესლებ ეს იყო სწორედ თანახმობა მშობლების მიმართ, იმიტომ რომ მშობელი, რომელსაც ყავს შვილი, ჯამთელი იმას ეშინია. რა თქმა უნდა. რომ არ დავარდეს, ეს არ დაემართოს, ის არ დაემართოს, მშობელი, რომელსაც ყავს შვილი, ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენით, ფაქტობრივად ასეთი უკურნებელი სენით იმ მომენტისათვის ბუნებრივია ყველაზე ცოდოა. და აი სანამ ჩვენ გადავალთ იმ ძალიან სერიოზულ დაავადებებზე, რომელსაც უკვე სერიოზული მენეჯმენტი ჭირდება, ჭირდება პასუხისმგებლობა არა მხოლოდ დედის, ოჯახის მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, არამედ სწორედ სახელმწიფოს მხრიდან, მე მინდა დავიწყოთ აი ამ პატარ-პატარა პასუხისმგებლობებით. როგორ უნდა მოემზადოს მშობელი? აი ჩვენ ვისაუბრეთ ცოდნაზე. დედის ცოდნა საიდან უნდა იწყებოდეს? როდის იწყება ქალის, როგორც დედის მომზადება? იქნებ საბავშვო ბაღიდან, იქნებ ოჯახიდან, სკოლიდან, მერე უკვე დიდობის ასაკში გათხოვების მომენტიდან, როდის იწყება მისი მზადება მშობლით, როგორც დედობისთვის, ასე ვთქვათ, ამ კუთხით რო ვისაუბროთ და როლზე, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის თუ მიკროსაზოგადოების და სად არის პასუხისმგებლობა, რომ ყველა ქალბატონი, ვინც დააპირებს იყოლიოს შვილი, იყოს მომზადებული დედობისთვის ჯანდაცვის სისტემის და თუნდაც სახელმწიფოსი. რა ძირითად თემებს გამოყოფდით ჯანმრთელობით განათლებაში, მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ. მე ყოველთვის მიყვარს თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ ეს საუბარი არის ყოველთვის ღრმა პრობლემებზე ორიენტირებული, გულწრფელად ვამბობ ამას, იმიტომ რომ საკვანძო თემებზე ძალიან ბევრი ვინმე უნდა ფიქრობდეს, ოღონდ ბევრი პრობლემა გვაქვს, ხო? მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ გოგო იბადება როგორც გოგო და ბიჭი იბადება როგორც ბიჭი. ეს ისეთ სასაცილოები არიან ხოლმე, სულ ჩვილობიდან სქესი ეტყობა.
თუმცა მე ვფიქრობ, რომ და შესაბამისად, ოღონდ აქაც არ უნდა აურიოთ, რომ არაფერ შუაში არ არის გოგოს ვარდისფერი ეცმება თუ ლურჯი, ეს არ არის სქესთან იდენტიფიცირება, ხომ? ბავშვის განათლება იწყება თავიდანვე, მაგრამ ბაღის ასაკში, სკოლის ასაკში მზადება ხდება მუდმივად და განათლება უნდა ხდებოდეს მუდმივად. ერთი რაც პირველი რაც თავში მომივიდა, ახლა როცა თქვენ საუბრობდით, ეს არის რომ ჩვენთან ისევე როგორც ასევე ცოტა უხეშ სიტყვას ვიხმარ, მაგრამ როგორც პროვინციულ საზოგადოებაში სექსუალური განათლება ჯერ კიდევ ტაბუირებულია, რაც უბრალოდ სირცხვილია, რაც ზუსტად იმ პრობლემასთან მივყავართ, რომ მარტო ის არ არის, რომ დედა მომზადებული არ არის. კიდევ ის არის, რომ სექსუალური განათლების უქონლობა ჩვენ კარგად ვიცით, რომ უამრავი დაავადების წინაპირობაა, რომ უამრავი არასასურველი ორსულობის შემდგომი, ასე შემდეგ ამორსულობის გაგრძელების წინაპირობაა. ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენთან ტაბუ დადებულია ჯერ კიდევ, კი არის რაღაცა პატარ-პატარა მცდელობები, მაგრამ ეს ხო განათლებაა. ეს ხო ჩვეულებრივი განათლებაა, რომელიც აუცილებელია თუ ჩვენ ჯანსაღ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. არავინ არ დაობს, რომ ყველა ასაკს შესაბამისი ენით მიტანილი სქესობრივი განათლება ჭირდება. რა თქმა უნდა. არავინ არ დაობს, რომ რაღაცა ამას უნდა რამე ვულგარული ან შეუფერებელი ფორმა ჰქონდეს. დიახ, ოღონდ ყველა ასაკს თავისი შესაბამისი ფორმა აქვს. ყველა ასაკში ჩნდება ეს შეკითხვები, ხო? ყველამ ვიცით, თუ ვინმე შვილი ყოლია, ყველამ იცის, რომ რაღაცა ასაკში იწყებენ შეკითხვის დასმას. პირველი ეს არის სქესში იდენტიფიცირება და ამისი გარკვევა, ვინ გოგოა, ვინ ბიჭი. და ასევე ბუნებრივი პროცესია, 2-3 წლის ასაკში პირველად ხდება. და თუ სწორი პასუხები არ გავეცით, თუნდაც ამ ასაკში, შემდეგ იწყებენ უკვე შემდეგ შეკითხვებს, შემდეგ იწყებენ იმის მიხედვით, განვითარების რომელ ეტაპზეა ბავშვი. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ეტაპზე მას შესაბამისი, თავისი ასაკის შესაბამისი განათლების მიწოდება ჭირდება. და მე ვფიქრობ, რომ პირველი პრობლემური რაც არის სასკოლო განათლების არსებობა და განსაკუთრებით ამ სასკოლო განათლებაში სექსუალური განათლების ტაბუირება ჩვენთან ჯერ კიდევ. და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პრობლემა საერთოდ, ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი თუ არა, ძალიან ბევრი პრობლემა მოდის გაუნათლებლობიდან. ძალიან ბევრი. პირველი ეს არის ეს საკითხი. შემდეგი საკითხი, ეხლა მეორე რაც თავში მომდის, ეს არის იცით რა, ექიმებიც უნდა ზრუნავდნენ მშობლების განათლებაზე. პირველი ვიზიტი ორსულობის დროს იგეგმება ხოლმე ნორმალური მედიცინის მქონე ქვეყნებში. პირველი ვიზიტი ორსულობის დროს აქვს დედას ექიმთან. და იქ იგეგმება, როგორ მოვემზადოთ, თუ ფსიქოლოგიურად, თუ სუფთად ფიზიკურად რა გჭირდება, პირველად რომ მოვყავს, რა იქნება, როგორ იქნება. 9 თვე მაქვს, ხო? ეს ხო არ არის, რომ 9 თვე გვაქვს და რა სამედიცინო სერვისი, რომელიც უცებ დამჭირდა. ეს არის მოსალოდნელი სამედიცინო. მოსალოდნელი. კი ბატონო. ჯერ კიდევ, იცით რა, ესეც მე მგონია, რომ უბრალოდ სქესობრივ განათლებაში, სექსუალური ტიპის განათლებაში შედის, რომ იქამდეც შესაძლებელია ვიზიტი კონდეს გათხოვებამდე ან პარტნიორის გაჩენამდე, ხო, შესაძლებელია, რომ იყოს განათლება ისე, რომ იქამდეც კონდეს უნდა ადამიანს ინფორმაცია. ხო, ჩვენ და გოგონა გინეკოლოგთან არ მიყავთ, გოგონა გინეკოლოგთან არ მიყავთ. მაგას ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ვისაც არ უნდა ეწყინოს, ჯერ კიდევ პროვინციული საზოგადოება. ეს პროვინციული საზოგადოების მაჩვენებელია, ხო? ხო, ახლა APV ვაქცინაციაზეც ძალიან დიდი წინააღმდეგობები შეხვდა ქვეყანას, იმიტომ რომ ექიმების განათლება ლებამდე იყო, კი ბატონო, იმიტომ რომ კი, კიდე ცალკე დიდი თემაა, ცალკე დიდი თემაა. ოღონდ, იცით რა, ამაზეც უნდა ვისაუბროთ იმ ხალხთან, ვისაც გონია, რომ ამისი ტაბუირება რამე კარგს მოგვიტანს. უნდა ვისაუბროთ, სადამდე მივყავართ, რა პრობლემამდე მივყავართ ამ თემის ტაბუირებას, ხო? ხო, არავინ არ საუბრობს ამ თემაზე, რომ რამდენი აბორტი კეთდება, რამდენი არასასურველი ორსულობაა, რამდენი ვენერიული სნეულება აქვს იმ ასაკის ბავშვებს. ამაზე არავინ არ საუბრობს. ხო, რატო არის, რას გვაძლევს ეს სექსუალური განათლება? ამაზე არავინ არ საუბრობს. ეს ერთი თემა, მეორე თემა კიდევ ამბობ, რომ ექიმები უნდა ზრუნავდნენ განათლებაზე. ეს ნებისმიერი ექიმის მოვალეობა, ნებისმიერი ექიმის კონსულტაცია უნდა მთავრდებოდეს არა მარტო დედობის მომზადებისთვის. ზოგადად ნებისმიერი ექიმის მოვალეობა არის მშობლის განათლება, პაციენტის განსწავლა. კი ბატონო. და მათ შორის მომზადებისთვისაც ეს აუცილებელია, რომ თუ მშობელი გეგმავს
ბავშვის გაჩენამდე კონსულტაციას პედიატრთან წესით პედიატრის მოვალეობაშიც შედის და მანდაც გვაქვს პრობლემა, ეხლა მხოლოდ იქით მხარეს რო არ მასაუქნათ, დავაბრალოთ ეს პრობლემები, რომ ექიმიც უნდა ზრუნავდეს. გეთანხმებით. ანუ ჩვენ პრინციპში მოვხაზეთ 2 წრე, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო, რომელმაც პროგრამებში უნდა შეიტანოს ალბათ უფრო სახალისო ფორმის, საინტერესო ფორმით და ასე შემდეგ, რა არის სქესობრივი ურთიერთობა, რატომ მოყვება მას ორსულობა, რატომ შეიძლება ორსულობა უნდა იყოს ხუთსასურველი. არასასურველი ორსულობა ასეთი ტერმინი სამწუხაროდ არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ზოგჯერ ეს ძალადობასაც მოყვება და გაუპატიურებას მოყვება, ზოგჯერ ეს გაუცნობიერებულ ქცევას მოყვება და ასე შემდეგ. ანუ ბევრნაირია ეს არასასურველი ორსულობაც და სამწუხაროდ ამაზე მიმულია მე ის აბორტის თემაც რამდენად ეთიკურია თუ არა ეთიკური ამა თუ იმ სიტუაციაში აბორტი გაკეთდეს და ეს უკვე შორს წაგვიყვანს, მაგრამ რთული თემაა და აი ერთი ძაფი უკვე ჩვენ გამოვიტანეთ იმ გორგალიდან, რასაც პრობლემების გორგალი ქვია. სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პრობლემები კი უნდა დააყენონ და გადაჭრაო და მე ვფიქრობ, რომ პრობლემა თუ არ გააყენე ჯერ, თუ არ იპოვე სად გაქვს პრობლემა, სად არის ძაღლის თავი, დამარხული, ისე პრობლემის გადაჭრას ვერ მოახერხებ, ვერ დაგეგმავ. ამიტომ მეორე პრობლემაზე მინდა ახლა ვისაუბროთ, ანუ ჩვენ გამოვყავით სამედიცინო პერსონალის როლი პაციენტის განსწავლაში, რაც აქსიომაა. გამოვყავით სახელმწიფოს როლი შესაბამისად მომავალი დედების განსწავლაში და ქალბატონების და არა მარტო მათი ვაჟებისაც და ეს გასაგებია. მაგრამ ეხლა მე მინდა ვისაუბრო საქართველოსთვისაც ერთ-ერთ, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ მაინც პროვინციულ საზოგადოებად ვჭებით და სამწუხაროდ არაერთი ქვეყნის ის არის, მაგრამ ხა ჩვენი გვაინტერესებს. ოჯახის როლი, სამეზობლოს მიკროსოციუმის, იცით თქვენ მე ხარ რასაც გულისხმობთ, გეღიმებათ უკვე. აი აქ როგორ შეიძლება, რომ ძალიან დელიკატურად ვმართოთ, იმიტომ რომ მოდის თქვენთან დედა, რომელიც პატივს სცემს თავის დედამთილს, თავის დედას, იქ დაუშვათ დეიდას, ბებიას, სამეზობლოს. ისინი უნებენ საუკუნეებია ჩვენ მე არ ვიცი 7 შვილი გავზარდე და ასე შემდეგ. მაგრამ ამ დროს არის სამწუხაროდ აი ეს მითები და არა რეალობა, რომ იქ ვიღაცამ ორსულმა როგორ უნდა მოუაროს თავს, თუ მე ახალნავშობიერებმა ქალბატონმა ბავშვი როგორ უნდა გაზარდოს, რა მისცეს პირველი საკვები ძუძუს შემდეგ და ამ შემდეგ. იცით თქვენ ახლა მე რა მტკივნეულ თემასაც ვეხები. როგორ მოვიქცეთ აქ ისე დაბალანსებულად, დელიკატურად, რომ ერთის მხრივ ამ ოჯახის უფროსების, მეზობლების, ახლობლების, პატივსაცემი ასე ვთქვათ, ქალბატონების მოსაზრებასაც არ მივაყენოთ შეურაცხყოფა, მაგრამ მეორეს მხრივ სწორი, კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებითი მედიცინის შედეგად, ასე ვთქვათ, მიღებული რეკომენდაციები გავცეთ. და წინამდებობა შეიძლება მოდიოდეს დედამთილის აზრთან. კი, მაგრამ იცით როგორ არის? პატივისცემით და სიყვარულით შეიძლება მხოლოდ რომ ადამიანს აუხსნა, ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებითაც. რატო გეუბნებით? პრაქტიკულად არ მახსოვს, ძალიან ბევრნაირ ადამიანთან მქონია შეხება ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში. მე თითქმის არ მახსოვს არც ერთი, მათ შორის ხანდახან პირიქით არის, ხანდახან ცოტა ასაკოვანი ადამიანი უფრო პროგრესულია და ახალგაზრდა უფრო არაპროგრესულია. ესე ვერ იტყვით, ხო? ადამიანი თვითონ არის ან მიმღების სიახლეების და პროგრესული, ან არა მიმღებია და ჩნდება ესეთი, ხო? მაგაზეც არ არის. უბრალოდ ეგ ცალკე თემაა, როგორ მოაქციო ადამიანი შენს ჭკუაზე, როცა იცი რომ სიმართლეს ეუბნები, ანუ ეს სიმართლე შენი პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დიახ მტკიცებულებაზე დაყრდნობითი მედიცინით გინდა რომ გააგებინო, რომ ესეა სწორი. პრაქტიკულად არ მახსოვს თუ მათ შორის უფროს თაობას რომელიც იმ მითებით არის გაზრდილი. პატივისცემით მოექცევი. აგრძნობინებ, რომ იმ მითებს პატივისცემ, რომელთაც ისინი გაიზარდნენ. მაგრამ მისი დრო გავიდა. ხაზს კი არ უსმევ, რომ რაღაცა ლოგიკა შესაძლებელია ყოფილიყო. ოღონდ რომ პროგრესი წინ მიდის, რომ ეხლა უფრო უკეთესი შეთავაზება შეგვიძლია მისი
შვილისთვის თუ შვილიშვილისთვის თითქმის არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამაზე არ მომყვება, ხო? ამიტომ ღირსების შემლახავი თუ არ არის ჩვენი და არ დავცინით რომ რა დროს ეგ არის, მაშინ ის უკვე მიმდეველი ხდება სიახლის. თუ ჯერ ერთი ექიმი ცოტა ფილოსოფოსიც ხო უნდა იყოს, არასოდეს არ ვიცით რა არის აბსოლუტური სიმართლე. მე ჩემსავე პრაქტიკაში ყოფილა სიტუაცია, რაღაცა რეკომენდაცია, რომელიც იცვლება. უბრალოდ იცვლება, რომელსაც მე თვითონ ვამბობდი რამოდენიმე წლის წინ, იმიტომ რომ ეგრე იყო მტკიცებულებაზე დაყრდნობით და ეს მტკიცებულებები შესაძლებელია შეიცვალოს. და თუ მოთმინებით, რუდუნებით, ნებისყოფით, პატივისცემით ამას უხსნი ადამიანს, პრაქტიკულად არ არის ადამიანი, ვინც ამაზე არ მოყვება, ხო? დღემდე ვშაყირობ ხოლმე, რომ მაგალითად, ჯერ ერთი სადაც ბავშვს თუ არ უშავდება, შესაძლებელია თუნდაც კი არ შევეხალოთ ერთმანეთს, კი არ შევასკდეთ ერთმანეთს, შეიძლება შემოუაროთ. მე არ ვარ სხვათა შორის შემოვლითი ადამიანი, არასოდეს არ ყოფილი ვარ ყოველთვის ესეთი მიმწოლი და მირჩევნია, რომ პირდაპირ არასოდეს არაფერში ჩემს პროფესიაში ვერავინ ვერ იტყვის, რომ რამეზე კომპრომისი დამიშვია. თუმცა შემოვლაში ვგულისხმობს, რომ ის რაც დეტალია, ხო, მაგალითად, თუ მეუბნებიან, რომ დავადო კომბოსტოს ფურცელი შუბლზე, დაადეთ ეს კომბოსტოს ფურცელი და ამაზე ხშირად მithქვამს მათ შორის დედისთვის, რომ ისეთ რაღაცაზე, რაც ბავშვისთვის არ იქნება ახლა მნიშვნელოვანი, რაც არ ავნებს, ხო? შემოუარე და ნუ შევეწინააღმდეგებით პრინციპულად ყველაფერზე. კი ბატონო, გამოუწუროს ის ხახვი, იზრუნოს ისე როგორც იცის, თუ ეს ბავშვისთვის არ იქნება საზიანო, შესაძლებელია დავაფიქსიროთ, შესაძლებელია მოусმინოთ, შესაძლებელია იმ რეკომენდაციაშიც იყოს რაღაცა რაციონალური მარცვალი, ხო? დღემდე ვიცინი რომ დედაჩემს ვერ დაუმტკიცე თქო თავი ყველაზე მაგარი პედიატრი მგონია და დედაჩემს ვერ დაუმტკიცე რომ წინდის ჩაცმით ბავშვი ცივდება თუ არ ცივდება ოღონდ თუ ჩავაცმებ იმ წინდას ბოლო ხო თუ ამას 100 წელი ვერ ვამტკიცებ ჩავაცმებ იმ წინდას რომ არ გავაღიზიანო ადამიანი ცხადია არასოდეს არც ერთხელ პრინციპულ საკითხზე და ეს იცის ყველა ჩემი პაციენტის დედამ ბებიამ ბებიის ბებიამ სადაც უკვე შეიძლება ვავნოთ ბავშვს შეიძლება რომ ვავნოთ ხო თუ საუბარია რომ დაუნიშნოთ თუ არა ანტიბიოტიკი, მაშინ მშობელს ვეუბნები რომ იცით რა, ამ შემთხვევაში მშობელი ხართ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, თქვენია პასუხისმგებლობა და შეგიძლიათ მე თქვენ გვერდით ვარ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ სიმართლეში რომ ეს არის მეცნიერება და მაგ შემთხვევაში ჩვენ ვიცავთ ბავშვის ინტერესს. ჩემი ინტერესი არის რომ ბავშვს არ დაუშავდეს არაფერი, ხო? და მაშინ უკვე მივდივართ საწინააღმდეგოდ. მაშინ უკვე უფლება, პირველადი უფლება, ესეა კანონის მიხედვითაც, სხვათა შორის, როგორც ექიმს, ჩვენ საერთოდ არც კი გვაქვს უფლება ეს ქართული საზოგადოებისთვის ცოტა ძნელად გასაგებია, იმიტომ რომ ჩემთვის ხშირად მეზობლები, მეგობრის მეგობრები მეკითხებიან სამედიცინო ინფორმაციას. ჩვენ კანონის მიხედვითაც არ ვართ ვალდებული, თუნდაც ბებია ბაბუის წინაშე, რაც არ უნდა ეს რაღაცა ისე ჟღერდეს, ხო, ჩემი მხრიდან. მოკლედ, ჩემი წესი ესეთია, როგორც ვიქცევი და თითქმის არ მახსოვს, რომ ამაში რაღაცა არასწორად გამოსულიყოს, რა თითქმის არ მახსოვს, არ მახსენდება არასოდეს პატივი უნდა ვცეთ, მათი აზრი უნდა გავითვალისწინოთ, ვინც ზოგადად ვინც ჩვენ საწინააღმდეგო აზრს ატარებს, ხო? ეს ხო არ არის მარტო მედიცინაში, უნდა მოусმინოთ, უნდა გავითვალისწინოთ. არც ერთ ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს არ უნდა არც შვილისთვის, არც შვილიშვილისთვის საზიანო. ამიტომ თუ მას სწორად აუხსნით პირდაპირ გითხრათ ახლა ძალიან რო არის მას ვქნა ეს არ არის ადვილი ამას ძალიან ბევრი ენერგია სჭირდება კომუნიკაციის უნარების ცოდნა სჭირდება ტრენინგიც შეიძლება ჭირდებოდეს ამ კომუნიკაციის უნარების ოღონდ კი და ხანდახან ზუსტად იმითი დამიჭერია პაციენტი რომ ითქვამს რომ იცი რა ჩემთვის გაცილებით მარტივია ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით გაცილებით მარტივია რომ აგერ ეგთან სვეტყვი და გადასხმას გაგიკეთებს ოღონდ ეს შენი შვილისთვის საზიანო იქნება და მე 15 წუთი ამ ხელახალი ამდენ ენერგიას ხარჯავ იმისთვის რომ შენი შვილისთვის უკეთესი გითხრა და ყოველთვის ირჩევენ ასეთ შემთხვევაში რომ კი რა თქმა უნდა მაგას რა თქმა უნდა ოღონდ ამას ბევრი ენერგია გჭირდება ხანდახან არის ისეთი ის რომ აი გინდა რომ კაი ჯანდაბას დაეთანხმო როგორც გინდა მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცა მაინც გაჩერებს მაგრამ პასუხისმგებელი შეხარ მაინც პაციენტის ძალიან საინტერესო მიმართულებით წავედით მე მგონი იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ იმითი თუ რა შეიძლება იყოს დედობა ზოგადად განცდის ცოდნის გააზრების
შეგრძნების დონეზე, მაგრამ ეხლა უკვე გადავდივართ იმაზე, რასაც ქვია მართლა დედის პასუხისგებლობა უშუალოდ უკვე ბავშვის ფიზიკურ პირველ რიგში ჯანმრთელობაზე და მის სიცოცხლეზე, მოდი პირდაპირ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ერთი არასწორი მოქმედება და ელემენტარულად დაეღუპოს, ხელში ჩააკვდეს ბავშვი, ხომ? იმის გამო რომ რაღაცა ცუდად დაეწყოს მოვლენები ერთმანეთზე და აი გაუთვალისწინებლობა ერთი პატარა ბლოკის, ასე ვთქვათ, მე დომინოს პრინციპივით წავიდეს და მოშალოს ყველაფერი, მით უმეტეს ოსაჩულებზეა საუბარი და ძალიან სუსტია მათი ბრძოლის უნარიანობა, იმუნიტეტი და ასე შემდეგ. აი აქ მიჩნდება ესეთი კითხვა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან საინტერესო რაღაცა თქვით, რომ ზოგჯერ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას თუ რამდენად რეზისტენტულია სიახლისადმი, ან პირიქით რამდენად მეტი აქვს, მოდი ესე ვთქვათ, ცოდნა. დღევანდელი ახალგაზრდობა, ეხლა მე ჩემი თავი რომ ახსენდება დაუშვათ, როცა ახალბედა დედა ვიყავი და ეხლა რა ცოდნაც მაქვს, მაშინ რა ცოდნაც მქონდა, თან მე ვიყავი ექიმი, რომელსაც პედიატრია ოჰო როგორ მქონდა ნასწავლი ზოგიერთების ხელში, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ესეთი მართლა ნუ რა ვიცი, კორიფეები გვასწავლიდნენ და ბუნებრივია სულ სხვა, ასე ვთქვათ, ცოდნით შეიარაღებულები ვსდით ხოლმე ექიმი დედების შვილებს. მაგრამ მაშინაც კი სულ სხვა ცოდნა იყო პედიატრიაში, ეხლა სულ სხვა ცოდნა. პირიქით რომ მოხდეს, როდესაც მოდის ახალგაზრდა დედა, რომელიც ტექნოლოგიებში უკვე ძალიან კარგად ერკვევა, ხელოვნურ ინტელექტს ეკითხება ბევრ ამეს და გვეუბნება, რომ აი თქვენ კი ესე მეუნებით ექიმო, მე გენდობით, გისმენთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აიცით ამ სტატიაში ესე ეწერა, აი ამ ხელოვნურმა ინტელექტმა ასე მიპასუხა. აი ამ შემთხვევაში, როდესაც პირიქით მეტი აქვს ინფორმაცია, ვიდრე შეიძლება საჭიროც იყოს. ხო, ეგ არის თუ არა ეს ბარიერი. ძალიან უკეთესია. თუ ამის გამოყენება შეიძლება კარგად. კი, რა თქმა უნდა. გამოყენება ყველაფრის შეიძლება. იცით რა? ძალიან საინტერესოა ჩემთვის მაგალითად, მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემთვის თავისთავად მედიცინა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემთვის მედიცინაც მათემატიკასავით მწყობრია და სულ ვცდილობ, რომ აი სისტემურად უყურო და თავისთავად საინტერესოა, როგორც ამოცანის ამოხსნა ხშირად ესეც საინტერესოა. ოღონდ ეს მეორე ნაწილიც პაციენტთან ურთიერთობაც ისეთივე საინტერესოა ჩემთვის და რა თქმა უნდა, ეგეთი მშობლები მხდებიან, ამ ბოლო დროს უფრო ხშირად მხდებიან. ერთი რაც უნდა ვთქვა ამ შემთხვევაში, ხანდახან არის ხოლმე, რომ პირიქით პატიოსნად რომ ვთქვა, გული მწყდება, რომ ხანდახან საზოგადოდ რაც არის საექიმო ცოდნა, იმაზე მეტი იცის, ანუ ექიმებზე მეტი იციან ხშირად მშობლებმა. აქ ყველაზე კარგი მოდელი მგონია, რომ მე როგორც ექიმს მაგალითად არასოდეს არ მიჭირს კითხვა ინფორმაციის ნებისმიერი ადამიანისთვის. მე მიკითხავს ექთნისთვის, მე მიკითხავს სანიტრისთვის, მე მიკითხავს ხანდახან დაცვის ადამიანისთვის რაღაცა, ხო? რა თქმა უნდა, ყოველთვის კომპეტენტური შეიძლება იყოს იმ წუთას. ინტუიციურად რაღაცაში მოგეხმაროს. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ცხადია ექიმის მისაღებია. ამიტომ არასოდეს ზემოდან ქვემოთ არ უნდა უყურო, ეს ჩემი ადამიანური აზრია ადამიანებს და ეს გაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერ ადამიანთან თავი იგრძნო თავისუფლად. ანუ, როდესაც მოდის ესეთი მშობელი, ჯერ ერთი მე ვიცი ჩემი თავის ფასი და იმის ფასიც, რომ ადამიანი კითხულობს, მეორე ადამიანი. ამიტომ ისევ პატივისცემით ვექცევი იმათ წაკითხულ ინფორმაციას. მეორე, მე ვიცი რომ ბევრი რამე წამიკითხავს, მაგრამ შეუძლებელია რომ ყველაფერი მქონდეს წაკითხული და ამაზე ბოჭირს არ ვიხდი. და ზოგადად პირდაპირი და პატიოსანი დამოკიდებულება ადამიანებთან ასევე არის იარაღი. მე წინასწარაც ვეუბნები ხოლმე პაციენტებს, რომ იცით რა, თუ ჩათვლით, მე გასწავლით კრიტერიუმებს, თუ თქვენ ჩათვლით რომ მეც არასწორად ვამბობ ამ კრიტერიუმს. კი ბატონო, მომეცით შენიშვნა. მეც ადამიანი ვარ, მე შემიძლია წავიდე, წავიკითხო, მოვემზადო ამ საკითხს. შეიძლება რომ მე რაღაცა საკითხი არ ვიცოდე. ოღონდ არ გატყუებთ რომ მე საკითხი აუცილებლად ვიცი, ხო? კი ბატონო, თუ რაც ვიცი, იმას გეუბნებით ნამდვილად, რაც არ ვიცი, უფრო სწორი საქციელია ექიმისგან, რომ მე გითხრათ, რომ მე მჭირდება ამ საკითხზე რაღაცა ცოდნა. მე ამის არასოდეს არ მცხენია და ამას პირდაპირ ვეუბნები ხოლმე ადამიანებს. როცა მოდის
ადამიანი, რომელსაც დიახ, ტექნიკოსებს განსაკუთრებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში. აქედან გამოსავალი არის, რომ ექიმაც უნდა იცოდეს ნებისმიერი სიახლე და ნებისმიერი ინფორმაციის კითხვა, არ უნდა ჩამორჩეს და მეორე, ყოველთვის უნდა შეეძლოს, რომ მოусმინოს ადამიანს, რომელმაც შეიძლება რომ მასზე მეტი სტატია წაიკითხა ამ კონკრეტულ თემაზე. მაგალითად, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის ისეთებისთვის რომელიც შედარებით, თქვათ, რაღაცა სინდრომია, რომელზეც ხშირად არის, რომ პაციენტს მეტი აქვს განათლება. ამ კონკრეტულ საკითხზე. იმიტომ რომ ეს მისი პრობლემაა, მას მეტი აქვს ამ საკითხზე განათლებაც, უნარიც, გამოცდილებაც, მუდმივად ასეც უყურებს. მე მისთვის ძალიან ხშირად მithქვამს, რომ იცით რა, აი ამაზე თქვენ მეტი იცით, ვიდრე მე ვიცი და მე შემიძლია ვისწავლო თქვენგან, ხო? მეორე მხრივ კი მოსწონთ, იცით რა, გულწრფელობა ყველა ადამიანში თუ ხდებ ბავშვიდან დაწყებული, უпростоრად ცხოველიდან დაწყებული გულწრფელობა მოსწონს ჩემი აზრით ნებისმიერ ადამიანს რა. კი, ნებისმიერს. ეხლა ეს გულწრფელობა ყველაფერ მუდმივად არ უნდა ამბობდე, რომ არაფერი არ ვიცი და გულწრფელი ვარ ამაში. ცხადია, ხო? ყველაფერს თავისი ზღვარი და კი, ზღვარი აქვს. ოღონდ პირველი ეს არის რომ უნდა შეგეძლოთ გულწრფელად მე შემიძლია რომ აღფრთოვანდი ადამიანებით, რომელსაც სამეცნიერო ტექსტების კითხვა შეუძლია, ხო? რაღაცა დონის კითხვა შეუძლია. მე შემიძლია რომ თავს ვაძალებ ხოლმე, ოღონდ არ მიყვარს ჩაწვრილებული ინფორმაციების კითხვა. ეს არ არის ჩემი სტილი. როცა იზოლებული ვარ, ამას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრს ვმუშაობ და ბევრ სტატიას ვკითხულობ, ოღონდ ეს არ მიყვარს. ამიტომ მაგალითად აღფრთოვანებაში მოვდივარ, როდესაც ვიღაცები მეუბნებიან, რომ მე ბევრი სტატია მაქვს ამ თემაზე წაკითხული და მე დიდხანს ვაყოლებ რა გაიგეს ამ სტატიებიდან, ხო? თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ოღონდ მე სამაგეროდ ყველა მტკიცებულებაზე დაყრდნობილი დასკვნა მაქვს წაკითხული ამ საკითხზე და საბოლოო ჯამში ვთანხმდებით, მე ვისმენ იმის არგუმენტებს, ის ისმენს ჩემ არგუმენტებს და საბოლოო ჯამში მივდივართ. გამოდის, რომ ვისაც აი ამდენი სტატიის წაკითხვის და იმის ხალისი უნარი და ასე ვთქვათ ინტერესი აქვს, იმის კულტურაც აქვს. გამოდის, რომ თქვენც მოგისმინოთ თავისი, ანუ არ ჯიუტობე, რომ გინდა თუ რა ეზე ეწერა და ასე გავაკეთოთ და არა ისე როგორც თქვენ ბრძანეთ, ხო? იცით რა, მარტო თეორიული ცოდნა ექიმობისთვის არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი. ხო, ამ ცოდნას ესე ვთქვათ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მესამე კურსელები მაგალითად შეიძლება თეორიულად უფრო ვთქვათ, სტუდენტმა შეიძლება ბიოქიმია ჩემზე უკეთ იცოდეს. კი, იმიტომ რომ რაღაცა თეორიული საგანი შეიძლება რომ უკეთ იცოდეს. ოღონდ ექიმობა არის კიდე ამ ცოდნის კონკრეტულ კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება, ხო? აი აქ ძალიან კარგ საკითხს მივადექით, მე ვფიქრობ ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო და აწყობილი საუბრისთვის, არ სხვანაირად არ ცველოდი, მაგრამ მინდა რომ ელოგიკურად გავყვეთ იმას, რაც საუბარს მოაქვს თვითონ და მოვასწრო იმის კითხვაც, რაც მინდოდა. მე კითხა, იმიტომ რომ ხანდახან რაღაცა გეგმავ რაღაც კითხვებს, ხანდახან არის უბრალოდ საუბარს მიყვები. აი აქ მინდა ერთი საკითხიც განვიხილოთ, რომ არ გამოგრჩეს და მე უკვე გადავალ შემდეგ ჩემს დაგეგმილ კითხვაზეც. ანუ რახან ჩვენ დედებზე ვსაუბრობ ძირითადად და დედობისთვის მზაობაზე და შევაჯამებთ, რომ ფიზიკური, მენტალური, განათლებითი კომპონენტი, სოციალური საკითხი, უბრალოდ პერსონოლოგიური თავისებურებები, გარკვეული ასე ვთქვათ, ცდილობა, აღზრდა, ბევრი ფაქტორი მოკლედ მოქმედებს იმაზე, როგორია თვითონ დედა და რამდენად მარტივი არ რთული ამასთან ურთიერთობა და კომუნიკაციის რომელი ფორმა უნდა გამოიძებნოს. ახლა ზოგჯერ არის რომ ძალიან აკადემიური და მშრალი ურთიერთობა ურჩევნია ზოგ მშობელს ზუსტად ეს ურჩევნია რომ მთელ ნახევარ საათს მარტო მასთან საუბარს და რაღაც საკითხზე, ასე ვთქვათ, განსწავლას თუ არა, თუნდაც მსჯელობას დაუთმობ. მაგრამ აი მოდით ჩვენ ახლა ძალიან პრაქტიკული კითხვა დავსვათ სომატური, ასე ვთქვათ, დაავადებების არსებობის შემთხვევაში. იქნება ეს ბავშვის შემთხვევაში, თუ იქნება ეს თვითონ დედის შემთხვევაში. მე არ ვსაუბრობ, რომ პერსონოლოგიურად არის თავისებური. მართლა რაღაც დაავადება აქვს, მართლა რაღაც პრობლემა აქვს დედას. ან უბრალოდ მრავალშვილიანია და ძალიან გადაღლილია, იმიტომ რომ იქ სამ შვილთან სხვა რაღაცა აქვს, აქ მეოთხე შვილთან, რომელიც თქვენთან აყავს და კურირებთ, სხვა რაღაცა. აი, აქ მინდა რომ ვისაუბროთ, როგორ უნდა თანამშრომლობდეს პედიატრი იმ სხვა ექიმებთან, კოლეგებთან და გვაქვს თუ არა ეს რეფერალის სისტემა, გვაქვს თუ არა ეს კონსილიუმის კულტურა ისევ, როდესაც ჩვენ ყავს დედა ან მით უმეტეს ბავშვი, რომელთანაც მულტიპროფილური მიდგომა არის ნაშკარად საჭირო.
იცით რა, ხო, ეგეც ძალიან სერიოზული საკითხია. ვინ უნდა მოაგვაროს ეს თემა? ვინ უნდა მოაგვაროს ეგ ბოლომდე მაგ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა ნებისმიერ კარგად განვითარებული მედიცინის ქვეყანაში რეფერალის თემა და კონსილიუმის თემა ყოველთვის და კარგად მუშაობს. პირველი პრობლემა მგონია, რომ ჯერ აქ ერთი რამე უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ წყაროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს წინა კითხვის პასუხად აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არახან ჩვენ ვართ ინფორმაციულ საუკუნეში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყაროს, რომელსაც მშობლები კითხულობენ რა და ეს აუცილებლად უნდა ითქვას იმ კითხვის პასუხად, რომ წყარო უნდა იყოს სანდო. მშობელი, რომელსაც კითხულობს და როცა ირჩევა ეს, აუცილებლად უნდა მიუთითოთ ჩვენ სანდო წყაროზე. რა თქმა უნდა, სანდო წყაროზე და დიახ და უნდა ჩვენ თვითონაც შეიძლება რომ მიუთითოთ ეს წყაროები. იგივე ამერიკის პედიატრთა ასოციაციას აქვს პოპულარული საიტები, დღეს ბევრმა ახალგაზრდა მშობელმა იცის ინგლისური და ჩვენ თვითონ უნდა მიუთითოთ და მე ეს ხშირად გამიკეთებია რომ წყარო უნდა იყოს სანდო და მიხვდება რომ ის წყარო და ჩვენი მტკიცებულებაზე დაყრდნობილი მედიცინა ერთმანეთს ემთხვევა. ეხლა რაც შეეხება რეფერალის სისტემას. ეს კულტურა ისევ პრობლემურია ჩვენთან, დასანერგია, ისევ ვიბუტებით ერთმანეთზე ექიმები. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ არსებობდეს შიდა კომუნიკაციის სისტემები. იმიტომ კი არა რომ მე ზოგადად რომელიმე ექიმზე მიჭირს თუნდაც კრიტიკული აზრის გამოთქმა. უბრალოდ ჩემი თვალისთვისვე არ არის ხოლმე ლამაზი, როცა გარეთ პაციენტის დასანახად გამოდის და პაციენტისთვის სრულიად გაუგებარია რა თემაზე კამათობენ ექიმები და იქიდან ხშირად გაუგებარია რომელი არ არის ხოლმე მართალი. შიდა სისტემა უნდა იყოს თუნდაც პაციენტის განხილვის, თუნდაც კონსილიუმის, თუნდაც ერთად დაჯდომა და საუბარი უნდა შეგვეძლოს. თუნდაც კრიტიკის, მე ძალიან ხშირად დამიყენებია განყოფილებებში, სადაც მიმუშავია სიტუაცია, რომ მოდით გავარჩიოთ кейსები. მოდით დავიწყოთ ჩემი кейსიდან, ჩემი გაფუჭებული кейსიდან დავიწყოთ და ეს გავარჩიოთ შიდა სტრუქტურაში, რომ შემდეგ ახალგაზრდებმა ჩვენ ისევ ექიმებმა ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ და თუ არ ვისწავლით ამ შეცდომებზე, ნუ ჩამოვკიდებთ რომელიმე ექიმს, ნუ გამოვაკრავთ კედლებზე, ოღონდ გავიაროთ ეს შეცდომები. ეს მუშაობს ყველა ქვეყანაში და თქვენ ეს იცით. ამას ქვია სამედიცინო შეცდომა, რაც შეიძლება მოხდეს. და რასაც ჭირდება განხილვა, რასაც ჭირდება განხილვა, გააზრება რომ შემდეგში იგივე შეცდომა მოხდეს. კი ბატონო. ესე იგი, ბოლოს ეხლა იცით რომ არის ეპიდემიის პერიოდი, ანუ ამ პერიოდში ყოველთვის გრიპის ეპიდემია და რასაც ვდარდობ გარდა ფიზიკური დაღლილობისა არის რომ 20 წელი მინიმუმ დაახლოებით ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ და ერთსა და იმავე შეცდომას უშვებთ. რომ ვირუსის დროს არ დავნიშნოთ ანტიბიოტიკი, რომ თვითმკურნალობა არისა. იცით რა, შიდა სისტემები უნდა მუშაობდეს. დიახ, ექიმებს შორის შიდა სისტემებში. რაც შეეხება რეფერალს, მე მაგალითად კიდევ ვამბობ, რომ როგორც ექიმიც და როგორც ადამიანიც, ისეთი ვარ, რომ არასოდეს არ მწყის და ჩემმა პაციენტებმა ყოველთვის იციან, რომ მე შემიძლია რომ ნებისმიერი ექიმის აზრი მოვისმინო. და არ ვეჭვიანობ თუ ჩემი პაციენტი ხშირად მithქვამს, რომ მეორე აზრის მოსასმენად კი ბატონო. ადამიანს აქვს უფლება რომ ნებისმიერი აზრი მოისმინოს ჯერ ერთი. მე შემიძლია რომ მოვისმინო ნებისმიერი ექიმის აზრი, ოღონდ ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რომ მე დავრჩები ჩემს აზრზე, ხო? მითხარით რას გეტყვით სხვა ექიმი, თუმცა ცივილური მედიცინის მქონე ქვეყნებში ამას აქვს თავისი ფორმა, როგორ უნდა მოხდეს. ამიტომ ვიკითხები უნდა რა თქმა უნდა, პირადმა ექიმმა უნდა დაარეგულოს. მაგალითად, თქვათ იგივე გადაუდებელი დახმარების მედიცინაში. პირველადი ჯანდაცვის პედიატრი მაგალითად ბავშვად რეფერალს აკეთებს. კი, და იგივე სხვათა შორის მაგალითად გადაუდებელი დახმარების დროსაც გადაუდებელი დახმარება როცა ეწევა, აუცილებლად ეს პაციენტი უნდა გადაბარდეს მის პირველადი რგოლის ექიმს. აუცილებლად. და მე ძალიან ხშირად ყოფილ ვარ იმ გამოწვევის წინაშე, რომ არ იცი სად წავა ეს პაციენტი. ეს ექიმისთვისაც არ არის, სასიამოვნოც არ არის, დაუცველია თვითონ ექიმიც და თვითონ პაციენტიც, ხო? ასე რომ რა თქმა უნდა ეს თემა იცით ნანა ჩაგირევით ახლა იმიტომ რომ აი მე მაგალითად რაც მაქვს კომე უსიამოვნება როცა ეს გაცვლა გამოცვლის ბარათები აღარ არის და რაღაც სისტემა არ არის რომ რაღაცა ვიეჭვე ხო მე როგორც დავუშვათ თერაპევტმა
გავაგზავნე ამიტომ ენდოკრინოლოგთან თუ პედიატრთან თუ გინეკოლოგთან და ონკოლოგთან პაციენტი ფიდბექი ეგრეთ წოდებული უკუგება თუ არ მივიღე და თუ არ გავიგე ის ჩემი ჭვი გამართლდა თუ არა მეც როგორც პროფესიონალი ხო ვეღარ ვიზრდები ანუ იმ შემთხვევაზე ვერ ვსწავლობ ეს სისტემა ახლა აწყობილია პირად ურთიერთობაზე ზოგიერთი უბრალოდ გაგაგებინებს პასუხს ან შენ დაურეკავ და გეტყვის ზოგი დაგეკარგება ხო ეს უნდა იყოს თუ არა რეგულირებული აი ამას ვამბობ მე ანუ რეფერალის სისტემა შეიძლება თუ არა ავაწყოთ ჯანდაცვის ზუსტად სამინისტროს თუ რეგულირების მოთხოვნით ისე რომ მე ჩემი სუბიექტური აზრით გავაგზავნო არ გავაგზავნო კითხვა არ კითხო კი არა ვალდებული ვიყო რომ ამადა ამ სიმპტომოკომპლექსის ამადა ამ სინდრომის ამადა ამ კლინიკურ ლაბორატორიული კვლევების პასუხის შემდეგ ვალდებული ვიყო პროტოკოლის მიხედვით გავაგზავნო პაციენტი ამადა ამ სპეციალისტთან მე ის ვალდებული იყოს რომ დამიბრუნოს პასუხი აი ეს როგორ შეიძლება მოგვარდეს თქვენი აზრით თქვენი გამოცდილება იცით რა ეს ჩვეულებრივად მოგვარებულია დოკუმენტალურად უნდა გვარდებოდეს ჩვეულებრივად არსებობს ფორმა მოკლე ისტორიის, თქვათ ან ამონაწერის სახით, როდესაც უნდა აი თუ არ აგზავნის პაციენტი და ბოლომდე ექიმი თვითონ მიყვება და ცოცხალი თავით არუშვებს იმ კოლეგას და რომელთანაც უფრო უპრიანი იქნებოდა გადამისამართება. ეს უკვე ჯანდაცვის რეგულირების საკითხი უნდა იყოს, ხო? ჩვენ ვიცით რომ გვაქვს პროტოკოლები ამას წინათ პროტოკოლში წერია როდის უნდა იგზავნებოდეს. ამას წინათ სხვათა შორის ვესწრებოდი რაღაცა კონფერენციას, რომელზეც პედიატრებმა და დერმატოლოგებმა ერთმანეთზე საკმაოდ ესეთი უსიამოვნო შელაპარაკება მოხდა. რატომ? იმიტომ რომ დერმატოლოგები ამტკიცებდნენ რაღაცა იყო დერმატოლოგიური და ესენი ამტკიცებდნენ რომ არა ეს პედიატრიის ეს არის. ძალიან გაკურვებული ვიყურებოდი სხვათა შორის, იმიტომ რომ ყველა პროტოკოლში, ყველა სიტუაცია, ყველა სამედიცინო სიტუაციას, რომელსაც ახლავს პროტოკოლი, წერია, სადამდეა ეს შენი კომპეტენციის სფერო და ამის შემდეგ რა არის რეფერალის ჩვენება. ეს ამას არ ჭირდება სიტყვიერი დავა ვიღაცებს შორის. ეს ჩვეულებრივად გაწერილია. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ რომ რეფერალის დოკუმენტაციებზე ვიმსჯელოთ, ხო? რომ რა ფორმით უნდა იგზავნებოდეს ინფორმაცია ერთი ექიმიდან მეორეში და მე აუცილებლად ამ ექიმიდან პასუხი უნდა მოდიოდეს. ასევე სამედიცინო ჩანაწერის სახით, ამ შემთხვევაში უფრო დაცულია პაციენტიც და ჩემი აზრით უფრო დაცულია ექიმიც. კიდე გეუბნებით, ძალიან ხშირად მდგარ ვარ აიმ ფაქტის წინაშე, რომ ამ დოკუმენტაციის არარსებობის გამო განსაკუთრებით ან სტაციონარიდან, ან ემერჯენსიდან გასული პაციენტი არ ვიცით რას იზავს. გაწერილი პაციენტი აუცილებლად უნდა ის გაწერილი პაციენტი ჯამრთელი არ არის, გაჯამრთელებული არ არის, გადაუდებელი დახმარების გაწევის შემდეგ. მას კიდევ ჭირდება მეთვალყურება და სულ იყო ეს რომ შემოbrunდება თუ არ შემოbrunდება, წავა, დაიკარგება, მერე რა მოხდება. ეს არ არის სწორი, ეს არ არის საწყობილი სისტემა, ეს რეფერალის სისტემა რა თქმა უნდა მუშაობდეს. კი და ეს პროტოკოლში უნდა ეწეროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც, იმიტომ რომ ის რაღაცნაირად უკვე დაცულად გრძნობს თავს, რომ იცის რომ რაღაცა ნავიგაცია მოხდა მისი ან მისი შვილის, იმის და მიხედვით ვის ჰქონდა პრობლემა და აი გაიარა მთელი ეს გზა და მე საბოლოო ჯამში მივიდა რაღაც წერტილამდე, სადაც უკვე იცის ვინ უნდა გაუწიოს მეთვალყურეობა და ისეთი აკადემიური ადამიანი ხართ. პაციენტისთვისაც სასიამოვნო სანახავია. როცა კოლეგები ერთმანეთს პატივისცემით ესაუბრებენ, უბრალოდ ადამიანურად კარგი სანახავია. ძალიან კარგი სანახავია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ჯერ ერთი აკადემიზმში აღარ ეპარება ცოდნაში და ასე ვთქვათ მონდომებაში იმისა რომ სწორად დაიცვას დიაგნოზი, სწორად ჩატარდეს კურნალობა და მე ვფიქრობ ნაპატრონებად თუმცა ჩვენ ხო გვიყვარს ეს სიტყვა პატრონი ყველას უყვარს ეს სიტყვა ნაპატრონებად გრძნობს თავს იმიტომ რომ დაახვიეს დოქტორები ასე ვთქვათ მის შვილს და გაუკეთეს ყველაფერი რაც შეიძლება და იმიტომ რომ იქ ენდოკრინოლოგიც ჩართეს სიტყვაზე ვამბობ იქ ნევროლოგი ჩართეს კარდიოლოგი ჩართეს ნეფროლოგი ჩართეს და ის პროფესიონალები ვინც მას ჭირდებოდა და მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია რომ ჩვენ რაღაცნაირად მაინც შევეხეთ არა მარტო დედობის ასე ვთქვათ პასუხისგებლობის, იმიტომ რაღაც არის ინსტინქტის დონეზე, რაღაც არის ცოდნის და სწავლის, რაღაც არის გამოცდილების დონეზე, რაღაც არის ალბათ
მონდომების პასუხისგებლობის გააზრების დონეზე, რაღაცა კანონით რეგულირდება, რაღაცა მორალით, რაღაცა ოჯახით და საზოგადოებით, რაღაცა სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს, რაღაცაზე ექიმი უნდა იღებდეს თავიდან ბოლომდე, სამედიცინო დაწესებულება პასუხისგებლობას და ვფიქრობ ჩვენ ყველა ამ წახნაგს დღეს მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში დაკვირვებული ყური და გონება შეამჩნევდა, რომ ჩვენ ამას შევეხეთ. და ეხლა სანამ დავასრულებთ ჩვენ გადაცემას, მაინც ორი სიტყვით მინდა თქვენ როგორც ქალბატონს მოგილოცოთ ეს გაზაფხულის ასე ვთქვათ დღესასწაულები და გკითხოთ, რას ნიშნავს, როცა ქალი იმავდროულად არის ექიმი, თან პედიატრი. ფაქტობრივად უწევს არა მარტო პაციენტთან ურთიერთობა და მასზე პასუხისგებლობა, არამედ დედასთან ურთიერთობა მშობელთან, ანუ ორი ყავს რეალურად პაციენტი. და რას ნიშნავს კარიერული წინსვლა, საკუთარი თავის შექმნა, როგორც ქალის, დედის, მეოჯახის და როგორც პროფესიონალის. ხო, ეგეც რთული შეკითხვა. მე ძალიან ხშირად მithქვამს, რომ ყველაზე რთული პროფესიაა. რატომღაც ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ისეთია ქალური საქმეა. და მე ამის საწინააღმდეგოდ ვამბობ ხოლმე, რომ კაცური საქმეა პედიატრია. კაცური ბჭყალებში, იმიტომ რომ 24 საათიანი სამუშაოა, მძიმე შრომაა, მძიმე პასუხისმგებლობა, აბსოლუტურად არ არის ნაზი და ნატიფი. იმიტომ რომ ბავშვებს ეკონტაქტები, ეს არ არის ნაზი საქმე. მე ვთვლი, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა პროფესიებს შორის. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სათუთ არსებას ადამიანის ცხოვრებაში ბავშვს ეხება საქმე. და ექიმს არ აქვს, ამაზე ბევრჯერ მიფიქრია სხვათა შორის, ექიმს არ აქვს არც ერთი პედიატრს, არ აქვს არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება. შესაბამისად, არ არის მოჭრილი დრო სამუშაო. არ არის მოჭრილი დრო, როცა ტელეფონს შენ შეგიძლია არ უპასუხო, არ არის დასვენების დღე. ამის გარდა რომ არის პასუხისმგებლობა დიდი, არის მუდმივად სამეცადინო. ანუ მუდმივად განვითარებადია ეს პროფესია და არა გაქვს უფლება რომ რაიმე გამოგრჩეს. მე ხშირად ვაყირებ ხოლმე რომ კაცო, სულ მივდე რა ბედნიერები არიან თქო, რო გონიათ რომ არაფერი არ იცვლება მედიცინაში თქო. მე სულ ის განცდა მაქვს რომ მივდევ და არა ვერასოდეს ვერ ვეწევი კიდე. ყველა სტატია მაქვს წაკითხული ბოლო, ყოველ შემთხვევაში ესეთი მიმოხილვა მაინც ყველა მაქვს წაკითხული, რაც პედიატრიკში იბეჭდება, რაც პედიატრიკის ინჟინერიაში, ანუ მიმდინარე სტატიის დონეზეც კი ვცდილობ რომ სულ საქმის კურსში ვიყო. მაგრამ სულ მაინც განცდა რომ კიდე რაღაცას ვერ ასწრებ, ხო? ანუ ფიზიკურადაც დამღლელია, ემოციურადაც დამღლელია, ოღონდ დედობის არ იყოს ის პლუსი ბავშვი რო გაგიცინებს, ან უყვარხარ, ან შენი ხათრით რო გამოპრანჭული მოდის გასასინჯად, ხო? ეს ყველაფერს წონის. ის რომ კიდე გავნებ თუ უზარმაზარი სიამოვნება, ოღონდ უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან ერთად და კარიერისთვის რას ნიშნავს მთელი ოჯახი არის შეწირული ჩემს კარიერას, ჩემი მეუღლე დღემდე ჩვეულებრივად სახში რომ ვლაპარაკობ, მე არ მპასუხობს, იმიტომ რომ გონია რომ ტელეფონზე პაციენტს ველაპარაკებ. უბრალოდ გონია რომ მუდმივად ტელეფონზე ვლაპარაკობ და თუ მე არ მიუმართავ რომ რატო არ მპასუხობ. და მე მაგალითად როგორც ექიმს და როგორც ადამიანს ძალიან მიშველად რომ ჩემი მეუღლე ასევე არის ექიმი და მას ესმის ეს სიმძიმე. და მას ესმის რომ არაფერი სხვა უფრო პრიორიტეტული არ არის ჩემ ცხოვრებაში. ეს ესმის და ეს გამართლება. თუმცა ოჯახს მაინც აკლდება, გამოდის თქვენი რაღაცა ნაწილი, დრო თუნდაც. რთულია. არასითბო და ყურადღება, არამედ დრო. ხელშეწყობა ჭირდება, ირგვლივმყოფების ხელშეწყობა ამისთვის ჭირდება და პირველ რიგში გაგება ჭირდება. გაგება, იცით რა, თუ ეს არ გესმის რას ნიშნავს ექიმობა, ამისი გაგება ძნელია, სხვა ოჯახის წევრისთვის ძნელია, ხო? ამიტომ მე ვშავ, ამიტომ თქვენ არ გიწევთ ორად გახლეჩა. არ მიწევს ორად გახლეჩა. მე ხელშეწყობილი ვარ ამ ხრივ. პირიქით ხანდახან ხუმრობ ხოლმე, რომ ძირითადი ოჯახი, ანუ მშობლებიც ისეთი მყავდა, რომ ცოტა მგონი მეტი მოუვიდათ, იმიტომ რომ სახლში რომ მივიდოდი, მამაჩემი კარს რო გააღებდა, ღამის პირველი საათი რო ყოფილიყო, მეუბნებოდა რომ ჯერ ვიღაცაა გასასინჯი და მერე შენ მოდი და მერე შეჭამე. ხო, ჯერ ის ბავშვი უნდა გამესინჯა და მერე შემეკითხებოდნენ მე მიჭირდა თუ არა. ანუ ეს საკითხი არასოდეს პრიორიტეტების საკითხი არასოდეს არ იდგა და
არც თქვათ ახალ ოჯახში, შემდეგ ოჯახში არ იდგა არასოდეს. ხელშეწყობას დიდი მნიშვნელობა. ხელშეწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. იცით რა, მე მგონია რომ თანამედროვე სამყაროში შეიძლება მიღწევა, მათ შორის წონასწორობის მიღწევა შეიძლება, რომ ისიც იყო და ესეც იყო და რთულია. ძალიან ხშირად მithქვამს, რომ ქალობა მარტო იმიტომ არის რთული, რომ სულ რო არაკეთებდე იმ ოჯახის საქმეს. ის მაინც შენ მოვალეობად ითვლება დღევანდელ საზოგადოებაში, ხო? საჭმელს მე რო არ ვაკეთებდე, ჭურჭელსაც რომ არ ვრეცხავდე თუ რაღაცა, ეს მაინც ჩემს მოვალეობებში შედის და ამის ბალანსირება მაინც ქალის მოვალეობაა პროფესიულ მასთან ერთად. სამაგეროდ პროფესიაში არავინ არ ამბობს, რომ ეხლა რადგან ქალია უფრო უარესი ექიმი უნდა იყოს, ხო? თანაბარი უნდა იყოს. იქ უნდა იყოს მაგარი, ყველაზე მაგარი და მე რომ მკითხოთ ამაში კომპრომისი აბსოლუტურად არ შეიძლება და ჯობია ალბათ რომ მე ესე მაქვს პრიორიტეტები დაალაგებული რომ მირჩევ და ამაზე არავინ არ მედავება და ეს ბედნიერებაა აბსოლუტურად ეს გაცნობიერებული მაქვს რომ არასოდეს არ მედავებიან არც დაულაგებელს, არც გაუკეთებელს, არც უსაჭმელობას, არც არაფერს არ მედავებიან. მე კონკრეტულად მაგან შემწოხენ, თუმცა ვფიქრობ რომ ბალანსირება შესაძლებელია, რთულია, მაგრამ შესაძლებელია. როცა ორივეს ასწრებთ იქაც და ხელშეწყობა ნამდვილად არის. შესაძლებელია და საბოლოო ჯამში მაინც მინდა რომ მესიჯი ის იყოს, რომ თქვათ პედიატრობა არ არის ადვილი, მაგრამ იმდენი სიამოვნება ახლავს. სხვათა შორის შესწავლილია ითვლება, რომ მედიცინაში ნაკლებ შემოსავლიანი, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ექიმობა არის პედიატრობა. ანუ ყველაზე სასიამოვნო ექიმობა. და ეს თუ ბავშვებს რო ეკონტაქტები და მე სულ ინარჩუნებ ბუნებრიობას, ინარჩუნებ იმათი თვალებით სამყაროს ყურების უნარს. ძალიან ბევრ უნარს გაძლევს ბავშვებთან ურთიერთობა. არ გავიწყებს. არასოდეს არ გავიწყებს ამას. ამიტომ ძალიან ბევრი პლუსი აქვს. რთულია, მაგრამ ძალიან ბევრი პლუსი აქვს და ხშირად მithქვამს ხოლმე, რომ კარგად სწავლობდით ჩემ ოჯახში ყველა მათემატიკოსი, ანუ ყველა ტექნიკოსია და დღევანდელ სამყაროს რო უყურებ, ვამბობ ხოლმე რომ გამოსულიყავი ეს IT და გაცილებით ნაკლები პასუხისმგებლობა მექნებოდა მეტი ფული. მაგრამ მე სულ ვამბობ რომ დღესაც იგივე პროფესიას ავირჩევდი. იმიტომ რომ ამას აბსოლუტურად სხვა რაღაცები ახლავს კიდე, ხო, ემოციურად ბევრ რამეს იძლევა. რთულია, მაგრამ ძალიან თავიდან ბოლომდე მაინც არის პირველ რიგში გრძნობა. რა თქმა უნდა. პირველ რიგში ადამიანი, პირველ რიგში განცდა და მე არის უკვე ალბათ ის, რასაც ჩვენ ტექნიკურ და ყოფით სიამოვნებას ვეძახით. ბავშვის დაბადებიდან მთელი ეს ზრდის პერიოდი რო უყურებ, ყველა ჩემი პაციენტის დაბადებიდან გაზრდამდე პერიოდი არის მთელი სამყაროს განვითარება. ამაში ძალიან ბევრი რაღაცაა ჩადებული. როგორ ვითარდება მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემ თვალწინ იზრდებიან ვითარდება და ერთი ახალი სამყარო თვითონ ბავშვი თვითონ სამყაროა და როცა ესე უყურებ, მათ შორის მშობელსაც ესე უყურებ, რა თქმა უნდა, ამ გზას რამდენჯერ ბევრჯერ გადიხარ ამ გზას და ყველა ინდივიდუალურია. ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენი დღევანდელი გადაცემა ვერ მოიცავდა ყველა იმ საკითხს, რომელზეც გვინდოდა გვესაუბრა, მაგრამ ის რაც ახლა ბოლოს ითქვა და გარკვეულწილად შეკრა ჩვენი საუბარი ნიშნავს იმას, რითაც თქვენ დაიწყეთ სხვათა შორის, რომ ბავშვი როცა იბადება, ხდება სამყარო და ეს სამყარო პირველ რიგში მისთვის არის მისი მშობლები, მისი ოჯახი, მისი დედა, რომელსაც პირველ რიგში შეეხება და დაინახავს და დავასრულეთ კიდევაც იმითი, რომ თვითონ ბავშვის განვითარებაც არის. რა თქმა უნდა, სამყაროს განვითარების დაბადება და მისი განვითარება და თქვენ გაქვთ ბედნიერება თითოეულ პაციენტთან ერთად ამდენჯერ იხილოთ ახალი სამყაროს დაბადება, მისი განვითარება. და თითოეული სამყარო მშვენიერი და ფერადი ყოფილიყოს ქალბატონო ნანა და ეს სულ სიხარული და სიამოვნება მიგეღოთ თქვენი საქმიანობისაგან. ძარჩელება ნაკლები ყოფილიყოს ავადობა, მით უმეტეს ის სერიოზული დაავადებები და სიკვდილობა, რაზედაც ჩვენ ყველანი ღელავთ, მაგრამ დღეს შეგნებულად ავწდით ცოტა ესეთ მძიმე თემებს. და ვიდრე ჩვენს ფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემას დავასრულებდით, მინდა სულ ერთი სიტყვით მიმართოთ დედიკოებს, რას ურჩევდით და რას უსურვებდით და დღეს ამით დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. იცით რა, ჯანმრთელობას უსურვებდი, საკუთარ და შვილების ჯანმრთელობას, საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას უცნაურიც იქნება, რომ ექიმისგან სხვა რამით დავიწყოთ სურვილები.
უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას უსურვებდი, ისეთ ქვეყანაში, სადაც მათი და მათი შვილების ნებისმიერი შესაძლებლობების სრულად უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. მეტი არაფერი, წარმატებას უსურვებ, ბედნიერებას უსურვებ, ჯანმრთელობას უსურვებ. ყველა დედას და მათ ყველა ოჯახის წევრს. იმიტომ რომ ოჯახის ჯანმრთელობა და ოჯახის ბედნიერება არის ყველაზე მთავარი. მეთანხმებით, მარტო ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, თუ მისთვის ძვირფას და საყვარელი ადამიანები არ აკავს გარშემო და ისინიც არ ყავთ ბედნიერად. ამ სასიამოვნო რჩევით, მოსურვებით და მოლოცვით გაზაფხულის დღესასწაულების დაგემშვიდობებით დღეს და მეც რა თქმა უნდა პირველ რიგში ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.